Დავბრუნდით რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში. ჩვენ ახლა დავიწყებთ საუბარს მარიკა არევაძესთან, იურისტი მარიკა არევაძე, ასევე ის წარმოადგენს კოალიციას ცვლილებებს, იმყოფება ჩემთან სტუდიაში. მარიკა, მოგესალმები. თქვენ წარმოადგენთ ასევე იმ იურისტების ჯგუფს ამ შემთხვევაში, ამ გახმაურებული საქმის პარალელურად, რომელიც აგროვებს ყველა მონაცემს, ყველა დაზარალებულის და ამ გამზადებულ მონაცემს გამოიყენებს საერთაშორისო მექანიზმებისთვის პასუხისმგებლობის დასაყენებლად, ხო? შესაბამისი პირების ყველა იმ მექანიზმის გათვალისწინებით, რომელიც არის გათვალისწინებული ასეთ შემთხვევაში. რა შეგიძლიათ თქვათ კონკრეტულად აი ამ მტკიცებულებებზე, რომელსაც აგროვებთ და რა გზების გავლა არის აუცილებელი, რომ საბოლოოდ უპასუხოთ არ დასჭეს მთავარი კითხვა, საიდანაც სხვათა შორის ყველა ყურადღების გადატანაში ადანაშაულებს ხელისუფლებას, რა ნივთიერების გამოყენება მოხდა გასულ წელს ხალხის წინააღმდეგ. მოგესალმები პირველ რიგში და მადლობა მოწვევისთვის, რაც შეეხება საქმიანობას, რაც შენახსენე, კი ნამდვილად მე გამოვიყენე, ასე თქვათ, ვიყენებ ჩემს პროფესიულ ცოდნას და უნარჩვევებს საადვოკატოს გულისხმობ ამ შემთხვევაში და პარტია ახალის კოალიციას ცვლილების ცხელი ხაზის ფარგლებში მე ვაგროვებ მონაცემებს ადამიანების, რომლებსაც გაუარესდათ ჯანმრთელობის მდგომარეობა და სწორედ მას შემდგომ, რაც იმყოფებოდნენ ამ აქციაზე და მოყვნენ იმ წყლის ჭავლისა და გაზის, მხუთავი გაზის დარბევის დროს. რატომ არის ახლა ეს მნიშვნელოვანი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, იმიტომ რომ მას შემდგომ, რაც BBC-ს საგამოძიებო სიუჟეტი გახდა ცნობილი ჩვენთვის, უკვე ფაქტობრივად ასობით ადამიანმა დაუკავშირა მისი ჯანმრთელობის უეცარი და მოულოდნელი გაუარესება სწორედ დარბევების დროს გამოყენებულ ნივთიერებას და ფაქტია, რომ რაღაცა ნივთიერება ნამდვილად იყო გამოყენებული იქ, ხომ? რატომ? იმიტომ რომ ამას ადასტურებს თავად ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ადასტურებენ, რომ რაღაცა ნივთიერება გაურიეს, ბატონო, ხო, მაგრამ მთავარი კითხვა არის რა, ხო? კი, და რა არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ გაურიეს რაღაც ნივთიერება, ამას ადასტურებენ და რომ იმ კლასიფიკატორის ქვეშ არის ის ნივთიერება, რომელიც BBC-ს საგამოძიებო სიუჟეტში იყო და ამ კლასიფიკატორის ქვეშ არსებული ნივთიერებები არის ყველა მომწამლელი და არ შეიძლება რომ ადამიანების მიმართ იქნას გამოყენებული. აქ ახლა ნახეთ რას აკეთებენ ჩვენ თუ ბოლო პერიოდის პროპაგანდას დავეყრდნობით, ცდილობენ რომ სიტუაცია გადაიტანონ, ფოკუსი გადაიტანონ როგორღაც ერთი ამ მნიშვნელოვანი საკითხიდან სხვა საკითხზე, რომ ამით შეეცადონ ამ სიტუაციიდან გამოძრომას, რადგან ისინი ცდილობენ ერთის მხრივ რომ ადამიანები, რომლებიც ხმამაღლას საუბრობენ თავიანთ ამ ჯანმრთელობის გაუარესებაზე, თავიანთი პროპაგანდისტებისა და პროპაგანდისტული მედიების მეშვეობით როგორღაც გააშაონ, დააბულინგონ, იმიტომ რომ სხვა ადამიანებს არ გაუჩნდეთ სურვილი ხმამაღლა ამაზე საუბარი, მაგრამ ხედავთ რომ ამ ნაწილში პროპაგანდა არ მუშაობს და ადამიანები, ათობით ადამიანი მომართავს მათ შორის მეც და მიმართავს მედიასაც და ხმამაღლა საუბრობენ ამ ყველაფერზე. მეორე ჩახუნაშვილების ოჯახის ეგრეთ წოდებული გაშავება და მათზე თავდასხმა. მაშინ, როდესაც ჩახუნაშვილების მხრიდან ჩატარდა შემდგომი კვლევა ადამიანების ჯანმრთელობაზე დაკვირვების შესახებ და გამოვლენილი დარღვევების შესახებ და არა უშუალოდ ამ ნივთიერების შესახებ და რო შევაჯამო. აქ მნიშვნელოვანი არის რა, რომ ჩვენ ვაგროვებთ ამ მონაცემებს და რისთვის გამოვიყენებთ ამ მონაცემებს. აი რა გზები არსებობს? მოვამზადოთ ერთიანი, კი ბატონო, მოვამზადოთ ერთიანი საჩივარი და ვიმოქმედოთ როგორც ქვეყნის შიგნით არსებული სამართლებრივი ბერკეტების ფარგლებში, ასევე საერთაშორისო ბერკეტების ფარგლებში. მე ნელ-ნელა ვკრავ იურისტების იმ ჯგუფს, რომელიც ყველა მიმართულებით არიან და ადვოკატების იმ ჯგუფს, რომელიც ყველა მიმართულებით, იმიტომ რომ ეს მრავალპროფილური არის, არ არის მხოლოდ ერთი მიმართულება, ან სამოქალაქო დავა, ან ადმინისტრაციული, ან მხოლოდ სისხლი, მრავალპროფილურია და ჩვენ მას შემდგომ, რაც ყველა ამ ადამიანს ინდივიდუალურად მოусმენ, გავეცნობი მათ დოკუმენტაციას, რა სურათიც გვექნება იმის და აუცილებელი არის, რომ აი ამ საუბარს მონაყოლს იგივე ეს პოსტები, რომელიც არის ერთმანეთის მიყოლებით სოციალურ ქსელში, ზოგი ამბობს, რომ თქვა ტანსაცმელი აქვს შენახული, რომელსაც მათი თქმით რაღაც ქიმიური დამწვრობის ნიშნები აღენიშნება თუ ასე შემდეგ, სხვადასხვა ფაქტებზე იყო საუბარი. ამ ყველაფერს უნდა მიეცეს იმგვარი სამართლებრივი ფორმა, რომელიც იქნება მტკიცებულებებად უკვე წარდგენილი. ოღონდ აქ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ხალხი ოცნების რეჟიმის წარმომადგენლებს გულისხმობთ. მაგალითად, მამუკა მდინარაძე, რომელიც თავად არის ამ რეჟიმის ნაწილი, ვერ გამოიძიებს
აიგებს ვერაფერს და ვერ დაგვიდებს ობიექტურ სურათს. ამიტომ აქ არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოძიება. ჩვენ კოალიციურად ჩვენმა კოალიციამ და ზოგადად ბევრმა სუბიექტმა ერთობლივად მოვითხოვეთ სწორედ ეს საერთაშორისო გამოძიება და ხვალაც ამასთან დაკავშირებით იმართება აქცია შვიცაძე ფილარმონიიდან მსვლელობა გაიმართება რუსთაველის გამზირზე და ყველა ის ადამიანი ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეს კატასტროფული ამბავი აუცილებლად უნდა მოვიდეს და რაც მთავარია მე რა მინდა რომ გითხრათ დღეს ჯანდაცვის სამინისტროსთან მქონდა ჩვენ აქცია რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრებთან ერთად და უნდა აღინიშნოს რომ სწორედ ჯანდაცვის სამინისტროს ვალდებულება იყო ის რომ ადამიანების სოდნო და ჯერ რა ნივთიერებას იყენებდნენ მე აეკრძალა და ჩარეულიყო რომ არ მომხდარიყო ამ ნივთიერებების გამოყენება და მე უკვე ადამიანების მონიტორინგი განეხორციელებინა ჯანმრთელობის კუთხით ამაზე დღეს კოალიციას ჩვენ მქონდა ბრიფინგი და ჩვენ ვაპირებთ სწორედ ამას, იმიტომ რომ ამ ადამიანების დაუყოვნებლივი აღრიცხვა უნდა მოხდეს, მათი დიაგნოსტირება, მკურნალობა, რაზეც სახელმწიფომ უნდა აიღოს სრული პასუხისგებლობა და ხარჯების ანაზღაურება, შემდგომ მუდმივი მონიტორინგი მკურნალობის შემდგომ და კომპენსაცია, იმიტომ რომ დაზარალებულად უნდა იქნეს ყველა ეს ადამიანი ცნობილი, რომელმაც ამხელა ზიანი მიიღო სახელმწიფოსგან. ფაქტია, რომ რაღაც ნივთიერება იყო გარეული და ფაქტია, რომ რა თქმა უნდა და კიდე აქეთ აბრალებენ სად იყავით აქამდეო ჩვენი მხრიდან და არაერთი ადამიანი და კონკრეტულად ჩვენი კოალიცია პირველივე დღიდან ვითხოვდით გაეცნოთ რა ნივთიერება იყო გამოყენებული. მეცაც გეტყვით, სახალხო დამცველის ანგარიშიც კი მოხდა ის, რომ ისიც თხოვდა რომ მიაწოდებინა ინფორმაცია ასაიდუმლოებენ იმიტომ სწორედ რომ დიახ მათ მაღალი ალბათობით ჩაიდინეს ეს დანაშაული და ეს არის კონვენციური დანაშაული და ეს არც ერთ ხელისუფალს არ ეპატიება არც ერთ ქვეყანაში და არც საერთაშორისო ასპარეზზე და არც ქვეყნის შიგნით ამიტომ ამას შესაბამისი პასუხისგებები ჭირს რა თქმა უნდა მაგრამ ბევრი ფაქტი მაგრამ მარტივი აი უფრო მარტივად რო შეხედოს ყველამ არავის ამ დრომდე არ მიუღია პასუხი კითხვაზე რა ნივთიერება არის გამოყენებული, მტკიცება რთულია, ვიდრე ობიექტური ძიების შედეგი არ იქნება სახეზე, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ არ ვიცით რეალურად რა ნივთიერებაზეა საუბარი და ეს სიმართლე იცის შესაბამისმა ობიექტური ძიება იქნება საერთაშორისო სპეციალისტების ჩართულობით. ამიტომ ეს უნდა მოხდეს და აუცილებლად დადგება, როგორც არა მარტო სამართლებრივი, პოლიტიკური პასუხისგებლობაც დადგება ამაზე. დიდი მადლობა მარიკა, დაგემშვიდობები წარმატებას გისურვებ. მარიკა არევაძე საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში 5 საათზე უკვე ახალი ამბების დრო არის ტევე პირველზე მე გემშვიდობებით.